ამ თამაშმა საოცრად მაგარი შეფასებები დაიმსახურა. Resident Evil Requiem-ი ლეგენდარული ლეონის დაბრუნება. და სანამ ამ თამაშს $70 გადავხდით, მანამდე მოდი მოკლედ გავიხსენოთ ისტორია, რაც ამ ნაწილამდე მოხდა. ყველაფერი ამერიკის პატარა ქალაქ Raccoon City-ში იწყება. ამ ქალაქში ჩუმად მომოკვდილებელი ვირუსი ვრცელდება. ყველაფერში დამნაშავე ერთი ამერიკული კომპანია Umbrella Corporation-ია, რომელიც თვითონ ფარმაცევტული კომპანია, სიამდვილეში კი ადამიანის მუტაციური ვირუსის შექმნაზე მუშაობს. მათი ექსპერიმენტით ვირუსი შემთხვევით წყლის მეშვეობით ქალაქში ვრცელდება და ადამიანები აქ ზომბებად იქცევიან. სწორედ ამ დღეს აქვს პირველი სამუშაო დღე ლეონს პოლიციაში. საბოლოო ჯამში სიტუაცია უკონტროლო ხდება, ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქალაქი ბირთვულად უნდა დაიბომბოს. ლეონი გადარჩება, მაგრამ მისი სიცოცხლე სამუდამოდ იცვლება. ამ დროს მთავრობა მას ახალ სამსახურს თავაზობს, ის ანტიტერორისტული აგენტი უნდა გახდეს. პრინციპში ლეონს უარის თქმის უფლებაც არ ჰქონდა. Resident Evil მეოთხე სერიაში ჩნდება ლეონი, აქ უკვე ის გამოცდილი აგენტია და მას ევროპაში, კერძოდ ესპანეთში უშვებენ. აქ მას სპეციალური მისია აქვს, ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი უნდა გადაარჩინოს. იქ კი ახალი საფრთხე ხდება, ახალი ვირუსი Las Palagas, პარაზიტი, რომელიც ადამიანს ტვინში უძრება და შემდგომ მას აკონტროლებს. თამაშის მიმდინარეობისას ამ ვირუსით ორივე მათგანი ინფიცირდება, თუმცა ლეონი ახერხებს განკურნებას და ეშლისთან ერთად ის ამერიკაში ბრუნდება. შემდგომ კი ლეონს უკვე Resident Evil მე-6 ნაწილში ხვდებით, როცა Umbrella Corporation-ზე სიმართლე ესეა უნდა გასკდეს და მთელმა საზოგადოებამ ამის შესახებ გაიგოს, ამერიკის პრეზიდენტი ამ ახალი ვირუსით ინფიცირდება, ხოლო ლეონს კი საკუთარი ხელით უწევს პრეზიდენტის შეჩერება და საბოლოო ჯამში ის მოკლას გვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ბოსი გაჩერებული არის და ლეონი მას შეაჩერებს, სამყაროში ეს ვირუსი ისევ მუტაციას განიცდის და ახალი ბიოტერორი იწყება. და ახლა უკვე ლეონს ხვდებით Requiem-ში. მთავარი გმირი ლეონი და გრეისია. გრეისი Raccoon City-ის რეპორტიორის შვილი არის და თამაშის მიმდინარეობისას ორივე ადამიანს შეგვიძლია თამაში და ორივეს თავთავისი მინი ისტორია აქვს. მესმის რომ Resident Evil-ის ისტორია ცოტა ჩახლართულია, ბევრი გმირი, ბევრი ნაწილი, მაგრამ Resident Evil მე-9-ს ანუ Requiem-ის ათამაშოთ, ყველა წინა თამაშის გავლა არ გჭირდება და ეს ინფორმაცია რაც მოგმოწოდეთ, სრულიად საკმარისია, რომ ეხლა დაიწყოთ ამ ნაწილის თამაში. და თქვენ რა სიტყვით გავაგზავნოთ ასეთი ინფორმაციული ვიდეოები, დამიწერეთ კომენტარებში.